დღესვე პრემიერ-მინისტრმა განმარტება ხუდონხესთან დაკავშირებითაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი თავად აპირებს ხაისში ჩასვლა, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ადგილობრივების პოზიციას მოისმენს. ეს თვითონ ვაპირებ ასლას ხაისში სოფელი არის, იცით რომ გასახლება გვიწევს სოფლის. აბსოლუტურად უთანაგზნობ თვითონ მოსახლეს. იცოდეთ რომ ამას სოფლიობა გიაკეთებს, ეს კეთება ძალიან ცივილიზებულად, ძალიან კარგი შემოსავალი ექნება თვითოულ ოჯახს, თუმცა მაინც განცდები გასაგებია რომ როდესაც წლობით, 10 წლობით ცხოვრობ ადგილზე და მის მიტოვება არ არის ემოციურად საინტერესო. შესაბამისად თანაგზნობას უცხადებ, მაგრამ მათ უნდა გაიგონ რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისთვის იღებენ გარკვეულ სხერფს, თუმცა ანაზღაურება კიდევ გეუბნებით რომ იქნება ძალიან ცივილიზებული და ძალიან ღირსეული. ხვალ როგორც მოგეხსენებათ არის პირველი საჯარო განხილვა ამ პროექტთან დაკავშირებით და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სახელმწიფოს სტრატეგია არის რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია და უახლოეს მომავალში ქვეყანა გავხადოთ ენერგოდამოუკიდებელი და არ ვიყოთ მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკულად დამოკიდებული.